ხარშა კარტოფილი ანებს ჯერ 12 საათი არ არის მე უნდა მუხა მოვა და წავიყვან ექიმთან ბავშვებს ამიტომ მოითხოვეს და უარი ვერ ვუთხარი იო ძალიან მწარე არ იყოს დავუჭრა უნდა ეხა ამათ თუ მოვასწარი ატაკების მოწმენდა მოუწმენთ მე მოდი გოგო დაჯექი როგორია იჭმევა აია ცენი მალე ვიდე შენ მოგწონს გაბურძგვნილო კაი გავიქეცი ლოგინები უნდა დავალაგო გვიანავდექით ჩვენ ხო და გავემზადებით მერე წასასვლელად ექიმთან მიმყავს დღეს ესე გეგადეკ Can you reach that? Can you giraffe? You reached it. No, you reached it. That's the shadow. I'm 138. გოდეცი გეყო გეგა ეხა მოვედით სვიტასებო და გვაქვს ფიოქტიკულა და თურიტო დარიდა გოდე რატო დევს მაგიდაზე დალაგებული არ მოგწონს მოიტანეთ აქ მოდი ეწან გოდესაც გავუყოთ გოდე არ უნდა როგორ არ უნდა თქვენ გამო ამბობს არ მინდაო არ უნდა გასაღები დადე შენდე მე გადასამოუყო ხო ეს პატარა არის და ხუთი ღირს არ უნდა სამს ვერ ვიყიდიდი არ უნდა არ უნდა გადასწუხო სიცხე არ ვიცი რატომ არ უნდა გადეს ეგერ გაქვს შენ შენ თავს გაგიწე დიდი გაწევი აბა რა გინდა არაფერი რა მინდა გოდე შენი გაქვს მე არ მინდა რატო დედიკო უყურე აი დაგიყრი შენ ნახე შენს რამდენი გაქვს აი იმ ორიდან ერთი აიჩია ანეს ანის გეგა ანეს ანის უყურე ანეს ანის ორივე არათე ერთი გოდეს კაი ეს გოდეს ჩადრადე ძმა იცოდე მაგიდაზე არ ჭამ აგერ ლუჩ მაგიდასთან პატარა მაგიდასთან დედა ხო გიყვარს შენ გამოდი რა გრინდო და აბა ის მითხარი გაგიშვებ და მოიტანე შენთვის კოკა-კოლა ვიყიდე აგერ მაგ ორი მოვიტანე არაფერი არ უნდა 2 ლარი ალბათ არ იცი მაგრამ მაქსიმუმი ეს 10 ლარი ანანასი ტორტის კოკა-კოლა გამისკანე ეს 5 ლარამდე იქნება პატარა არა ის კოკა-კოლა გამისკანე
Coca-Cola. ხუთმეტი ჩხილვეკი 20 კვერც 12 ლარის 60 თეთრი როსიკო არ მაქვს ჩხილები დედიო რა მოხდა და დამემტვრა ვანილი კე აჯა მაიმე დავიღალე შვილო არ ვიცი რამდენი დევს საერთოდ არ მინდოდა სიმართლე გითხრათ მაგრამ ამან მოვალ იმანო და ადამიანი რო გეტყვის რომ მოვალო საჭმელი არ უნდა დავახოთ რომ არაფერს არ ვაპირებდი მარტო ვაპირებდი ტორტს და გეგას ნამცხარი უყვარს და იმას გავაკეთებ მეთქი ჩაუთებავს რაც უნდა სულ თქვენ რო უყურებთ ხო და უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს ყველი გუშინ დამიჯდა 45 და ის ჭყინტი არ ვიცი რამდენის იყო, მაგრამ ყველი იყო სადღაც 60 ლარამდე, მეტის თუ არა. ეხაც ერთი დავამატე. ხაჭაპურისთვის. ეს ორი კუკა ვიყიდე, ერთი კაკაო ვიყიდე, ეს ერთი პატარა გოდემ არაფერი ხმარო არ ამოიღო. აი ეს პატარა ყველი 13 ლარის 15 ლარი ეწერა ჭყინტყველზე მე არ ვიცი ყველის ფასები ქალაქში მაინც ვერ იყიდი და ამიტომ აი ამაზე 13 ლარის ეს ყველი ეხლანდელი ჩემი ნაყიდობები არის 54 ლარის, გუშინ 82-ის. და ჯერ სალათი, კაი. მარტო ვინიგრეს გავაკეთებ ალბათ. შეიძლება აფილოსიც დავამატო, მაგრამ სალათი არ ვიცი ჩემთან არ იჭმევა ხოლმე, სალათი მარტო მუხაჭავს. მუხა მიიქნებს. ვიფიქრებ, პიცას გავაკეთებ მეთქი. გეგა არ ჭამს, მაგრამ გოდე ჭამს. გოდე! მოდი დედიკო, შენი კოკა-კოლა. ეს კუკა გადავაგდა. რამდენი ხანია დავდივარ და გამიწყდებოდა ყიდვა. ითი აქ გქონდეს საპასე. აი, ამის წვენი დავნავა, ანდამერე სოქს ვიყიდი და ჯერ ტორტისთვის კიდე არაფერი არა მაქვს, აი გარეთ. რო გავაფორმო რამით. არაფერი არ მაქვს. წესერად მოიქცე. ნაჭამი არა ვარჯერ ისე წავედით ვერ მოვასწარე დღეს პირველის ნახევარზე მქონდა და აგერე ხამორჩით გოდე მოდი ერთი წამი კაცო ის შენია რა აი ეს შენ გიყიდე მუხარა ის აქ არც მოვა ვთხოვე რომ კვირას აქ მოდიან რაღაც შოუსავით იმართება ბავშვებისთვის და მიიყვანეთ საჩუქრებიო რაღაცეები იქნებაო მაგრამ მე როგორ წავიყვანო მარტომ 3 ბავშვი იმიტომ რომ მთელი აქაური ბავშვები იქ იქნებიან თან ესეც აი ესე ყავს რა გინდა დე ება ჩაურთეთ ხო და ვთხოვე მაგრამ კიო ჩამოვალო მითხრა კვირას ეხა ბიძამის სადღაც წასვლაზე დაუთანხმებია და იქ მიდიან და სულ ესე ბავშვებს რო აარდებს ხო კაი ერთხელ ხო ადამიანმა და არც არაფერს არ უნდა ვამბობდე ეხა იმის ამბავს არ ვაყოლებ მაგრამ
ცეკვაზე სამივე მიმყავს, ხამე მომყავს, არანაირად არ მიდგას გვერდში. არანაირად. ხო და მე წყინს რამეს რო ვიტყვის, მერთო დიდებულო. მოუწევთ გამორჩენა ეგეთ, ყველა ბავშვი იქნება და მისი არ იქნება თავის დამსახურებით. რა გავაკეთო მე? მარტო მესამს ვერ წავიყვან. სად მაქვს? სულ დავამტვრი ეს კონტეინერები, სულ დაიმტვრა, ეს ყველი რო ჩავდო. ესენი ძალიან პატარებია. იმ ერთ დიდში ჩავდე. მეორეშიც ყველიდევს ფუჩხოლია ცოტა. რაკი და ვიკავთასწავლე. ბრაზდები რამე სეტყვი. ცუდი ვარ სულ მე. ისეა ჩემი ამბები. მგონია მე რო გავუშვი იქ რაღაცის გასაკეთებლად და არაფერი არ გაუკეთებია. თორე წუხე რო გააკეთებინა, ხვალ კი მოვიდოდა დროულად. მოგეთ რატო ლაპარაკობ, ვისთვის ლაპარაკობ, რაზე ლაპარაკობ. ჯუჯღუნება კაცე. ბიჭო ჩაურთეთ ერთხელ რაც უნდა, ბიჭო რა არის? რა გახდა სულ თქვენ გინდათ იმის ყურება? საწავიღე ხა ის მარილი. დავაფარე. მე როგორ არ მომწონს ყველის სუნები ხალხო პროსტა არ მოგიდგენიათ. აი ვერ ვიტან. სულგუნის კი ისიც გააჩნია სულგუნსაც და შევეიანი წყლით თორე სული რო არ მიყვარს. აქ არ ვკიდებ, იმიტომ რომ ინესტებოდა და სულ იქ მუქდებოდა ხოლმე, ხა არ ვკიდებ იქ. ხელის საწმენდი მიგიდია ესეც. მოკლედ. ესეც მაცივანში. ერთი დალური იყო და რა შვება. მოკლედ აქ ჩემთვის წყალს ვადუღებლო, ყავა დავლიო და სხვათა შორის კი არ ვადუღებ, გავაცხელე, ჩავასხი და არ მოვადუღე მოკლედ. აქ ჩემს თავზე ვამბობ თმაზე, რაც შეეხება, ცოტა ცვენა მაწუხებდა თქო,
მიუხედავად იმისა, რომ შარშან აი ძალიან ცვიოდა თმები, მაგრამ მერე დამიწყნარდა და მითხრა ჩემმა დედამთილმა, კარგი არისო დაფნას ნახარში ან იმის რა ქვია, ჭინჭრის. ადა ჩუმა ჭინჭარს საიდან მოვიტანდი და დაფნა მოვიტანე. უბრალოდ მუხრანი მომიტანა და გავაკეთე და მაგის ნახარში გადავივლე და თითქოს და აი როგორ გითხრათ, მაცოცხივით არ მაქვს. ძალიან მომეწონა თქო და არ ვიცი იმის დამსახურებაა თქო, მაგას გეუბნებით აქ. ადა და გეგა ხმაურობდნენ და აქედან გამომდინარე არის, რომ დავადუმე და ვახმოვანებ. გეგას რა უთხარი აღარ მახსოვს, მოდი მეთქი საჭმელი ჭამე ალბათ, სოუს მიირთმევე, ნაკ სოუსი გავაცხელე. სუპიც მაქვს. დღეს დილით ფაფა შეჭამეს კიდევ კარგი. სუპი დევს ისევ არ უნდათ. ხო და ეხა სოუსი ხო ვაჭამე, სუპს ვაჭმევ საღამოსკენ. აქ ყავა გავიკეთე. უშაქრო რა თქმა უნდა. და ხო, ადას ვეხვეწები, რომ დედიკო ადექი და ჭამე თქო. ხო, გეგაც მობძანდა მეთქი, მერე მობძანდა, გოდემ რომ დაიწყო გემრიელად მირთმევა საჭმლის. ხო, აქ იმას გიყვებოდით ძვირფასებო, რომ გამახსენდა ეხლა. ეს რაღაც რომ ტარდება ეხლა სტადიონში, ჩვენთან სამხედრო დასახლებაში. ადა დედი დამოჩოქთ, ხო დედას გული და მე ლიმღელე. კარგი იდე, მანამდე შეჭამეთ გემრიელად. ეს ყოველთვის არ იმართება, იშვიათობა არის და თან ჩემი შვილები მსგავს ფუფუნებაში არ არიან ხოლმე. და იმას ვამბობდი, რომ თხოვე თქო და ისე გავუშვით ხო, მაგრამ კაი რაც არის ეგ არის. ასე რომ აი რა ვიცი მეტი რა ვთქვა. ნახე, ხა იმანაც წყალი მოითხოვა. ერთი მოითხოვს, მეორესაც უნდა. მოკლედ გავაგრძელებ ხა ავალაგე მაგიდა. იმიტომ რომ ადამ ვერ შეჭამა იმდენი რა ვიცი. ელიეთკინა თუ რა იყო არ ვიცი. ხო და ეს თვალს მიკავს და იცად. მოკლედ ასე. გავიკეთეთ თმა. ყავის დანადგამი. ხო, იმას გეუბნებოდით, რომ ხშირად არ ხდება თქო, მაგრამ არა უშავს, კაი, რაც არის ეგ არის. სხვა რა გზა. მეტი არაფერი არ ხდება ხალხო. ცეკვით ჯერჯერობით არსად არ მიდივართ. იმიტომ რომ ჯერ არ არიან მომზადებულები. სრულად არ აქვთ რა დამთავრებული ცეკვა. ხო და კარგად რო დახვეწავენ და კარგად იცეკვებენ. მხოლოდ მაშინ მეც ეგ უთხარი, მეც არსად არ მეჩქარება თქო მასწავლებელთან მაგალითად. ესე ვთქვი. მიჩვენია კარგად მომზადებულები და ესე გავლა. შენ როგორც გადაწყვეტ მეთქი. მასწავლებელს. იმდენად მომეწონა ეხა. იყო ის რა ქვია. 3-ზე უკვე თუ რომელზე დაიბარა, 2-ზე დაიბარა დიდი გოგოები, ესე მე-6 კლასელებიდან მე მგონი მაღლა. საერთოდ დღეს გოგოები არიან 4 საათზე, ეს პირველ მეორე და სხვაც რა მოკლედ. ხო და ძალიან დიდებიც მე მგონი, ყველა გოგო არის კი, ყველა გოგო ყავს დღეს დაბარებული პატარების და დიდებიც, ხო 4-ზე. იმდენად არიან დაყოფილები, რომ უკვე აღარ ვიცი და მეც მერევა. ხო და ბიჭები ყავდა, ესე პირველის ნახევრისთვის დაბარებულები. ბევრი არ ვიყავით. მინდოდა გადავიღებ მეთქი, მაგრამ ადამ ტელეფონი არაფრით არ მომცა. კიდევ კაი ინტერნეტი ცოტა მაინც მქონია ჩარჩენილი და იმით გაერთო, იმიტომ რომ თუ არა და მე იქ დარბის და არ მინდა არაფერს არ ეუბნება პირიქით რას ამბობ.
ჯამბული მასწავლებლის სულეფილება და ეფერება და ასე შემდეგ, ადასაც და სხვა ბავშვებსაც. მაგალითად იქ რო დარბიან ან რაღაც პატარები თუ არიან, რომელთაც როგორც მე ვერტოვების არის კიდე 1-2 რა. ზოგჯერ ოღონდ იშვიათად მოყავს და მე სულ დამყავს, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს. მუხრანი სამსახურიდან მოდის, მაგრამ სახლში არ არის, ყოველთვის გასვლა უწევს. ხან რაზე, ხან რისზე და ასე შემდეგ და მესე. მაგიტო დამყავს, სხვა რა გზა. გოგოებთან ერთად არ ვიცი მაგ ცეკვას რა ქვია, მაგრამ გოგოებთან ერთად ბიჭები ესე ხელი ჩაკიდებულივით თუ აი ასე გადადებული მიდიან რაღაც წრეებით, ძალიან არ ვიცი რა ქვია მაგ ცეკვას, მაგრამ კარგად გამოვიდათ მიუხედავად იმისა, რომ გეგაც და ილიაც ცეკვობდნენ. და გოდე გამახსენდა ერთი ბავშვის შემთხვევაში, ანუ გოდე იყო კიდე, რომ გოგოსთან ძალიანერიდებოდა. ეხლაც ძალიან მოერიდა და ერთი გოგო იყო, არ ვიცი იმას რა ქვია და იმასთან ძალიან მორიდებით იყო და ხელი და თუმცა როგორ არის იცი, გოგო რო გაუწვდის უფრო ხელს, უფრო ყვება გოდე, მაგრამ როდესაც ორივე მორცხვად არიან, მაგ შემთხვევაში ვიჭედებით. ხო და მეორეჯერ შეხვდა აგერ მუხასამხანაგის გოგო და ადას იმას გეგას შეხვდა ტას, ვაიმე როგორ მიყვარს ის გოგო. დედამისმა გოდესთვის მაჩუქა ის რა ქვია, მithქვია მე თქვენთანაც და გაჩვენეთ. შარშანი იყო, ცეკვიმაზე კარატეზე რო გადიოდა გოდე, კარატის ფორმები მაჩუქა. ჩემშულსო დაუბადარავდაო და კონდესო, გოდესო და თუ გამოადგებაო და იმის შვილი არის ტასო. გეგას შეხვდა ეს და ჯამბული მასწავლებლის მეუბნები, ჩემ ბიჭებს როგორ სუპერ გოგოები შეხვდნენ თქვა. რა გაქვს, მაჩვენე და ეს ფეხში შველი რო დადიხალდე? დაიცა. არ არის მეტი არაფერი. წაიქცე. არ არის დედა არაფერი. ჩუსტები ჩაიცვი დედიკო. მაჩვენე დედა, მაჩვენე. მაჩვენე დედიკო. ნალი ეს არაფერი არ არის, ტიპუშტულას არის. დედი ეს არის. ვიცი, ეს არაფერი არ არის, ახლა მაგრამ მიკვიდა ის. არაფერი. მოდი. ჩუსტები ჩაიცვი, კარგი დედიკო. წუხელის ეძინა ესე თავი მაღლა აწეული და გადაგდებული ქონდა, შევასხურე ცხვირში. ორონორი. დაიცა, ოტრევინი. მგონი ოტრევინი არ ქვია. გაჩვენოთ ხალხო, თორე აღარ მახსოვს უკვე, კი, ოტრევინი. ორონორმის ხვას, ელის. ეს არაფერს არ აკეთებს, აჭვენს მეტი. სუპს ვაჭვენს საღამოს. ჩაისაც სვამენ ყოველ ღამე. გინდ დილით კიდე ფაფას რო შეჭამენ ესენი, ვცდილობ რომ ყოველთვის ჩაიც დააყოლო. და ღამე თვითონ ითხოვენ ისედაც ესენი, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მზად მაქვს ჩაიც რო დააყოლო. წუხელ მერე ძალიან გვიან მოითხოვა გოდემ, მაგრამ გვიან არ ვაჭამე, იმიტომ რომ სულ იმატებს რა წონაში. 39 კილოა ის, 36-დან ავედით 39-ზე. თუმცა სიმაღლეზეც ეს არის? ხო დედა. სიმაღლეზეც აწასული გოდე. სხვა არა, სწორადაა, მაგრამ სხვა ჩაიცვიდე თბილი ჩუსტები, ხო გაქვს? გეგას რო უყიდე თბილი ჩუსტები ჯიმი ბრენჩი, ხო გახსოვთ 9 ვარად რო უყიდე, გაიხ. მე მგონი გაჩვენეთ, უცებ. ერთი დღე ეცოდა იმ დღეს.
ზე უნდა გამოვიყო და ფაფისთვის მინდოდა, მაგრამ კრემისთვის. ცომიც რომ აქ მოსაზელი. აჭაპურის. ანიკო დედას ქონდა მაცივაში 1 ლიტრი, მაგრამ ალბათ ვიღაცის იყო ისე არ ჩადებდა. ზოგჯერ გვიან მოდიან ხოლმე წასაღებად და როგორც მე მიმართებოდა ხოლმე. მალიკა ისდებოდნენ ეს ბავშვები კი ეს დროც მოსანატრებელი მექნება მე. როგორც ის მენატრება მაგალითად გოდეს პატარაობას რომ უყურე ბადასი ან გეგასი. სამიესი. თუ როგორები იყვნენ და ვაიმე ხალხო არ ვიცი. თუ უყურეთ თქვენ ეხა ახლებით ხომ ყავხართ და როცა ახლები მიმატებიან ზოგჯერ ძველ ვიდეოებს არ უყდებს იმათ. არ ვიცი უყურეთ თუ არა. ეხა დეტალურად რას უყურებდით თქვენ იმ ჩემს ძველ ვიდეოებს, მაგრამ ხაჭაპურს ვაცხობ სხვანაირს. აი ესე მოტრიალებულად მე და ჟარონაზე ზემოთ კვერცხის გულს რძეში გახსნილს რომ უსმევ, მაშინ ისმის იქ თურმე გოდე მეუბნება დედიკო, შენ ყოჩახი გოგო ხარო, ხაჭაპურებს რომ წვავო, არასწორად კითხვა, მაგრამ მერე შეასწორა, აცხობო, ყოჩახი გოგო ხარო და ისე გემრიელად ლაპარაკობს იქ იმ ვიდეოში, რომ არ ვიცი, მანამდეც იქაც ნახე სულ ვარ ხოლმე ესე თუ რაღაცას ვიღებ ყოველთვის გადართული ვარ და ზოგჯერ თუ ყვირიან რაღაცა ბევრჯერ არ მესმის რომ თქვენს ბევრჯერ გაგიმახვილებიათ რამოდენიმეს ყურადღება რომ აი გეძახისო მაგრამ ზოგჯერ არის მომენტი რომ მართლა არ მესმის ის იმდენად გადართული ვარ აქ ზოგჯერ არ ტოვებ უპასუხოდ, მაგრამ ზოგჯერ იმდენად გადართული ვარ, მართლა არ მესმის. ასე რომ ეხა იმას რომ შემთხვევით შემხდა და გოდე რომ დავინახე ვიდეოში, მოდი ვუყურებ მეთქი გოდეს პატარაობა არის თქო და ვაიმე ისეთი სულ სხვანაირი საუბარი ქონდა, სულ სხვანაირი. შენ დედა, შენ რატო ქონდა შიჩხე? ან დედო იქ გაგიკეთე. სიცხე ზემოთ რო არ წასულიყო ერთი ცალი მქონდა დარჩენილი ეს შუბზე წასაგრე. მოდი. ეს აქებოთი. თერმომეტრი ხო და გაგიზომე შიჩხე. იმიტომ რომ ტანი ქონდა ცხელი თეხებით. მაგრამ სახე არა. ხო და შემეშინდა არ გამეპაროს მეთქი სიცხე ამ თექის ალბათ ღამის 4:30 უკიდე 4 იყო რა დაწყებული ზუსტად არ მახსოვს დრო. და რო გავუზომე 38:30 ქონდა. ეს სად იყო ეს? ქვემოთ იყო და ჩამომივარდა და მოვიდა. იქ შევერდა კიდევ მაგას. ხო და უცებ ნოროფენი მივეცი და ჯანმრთელობა, ღვთისმალობა და გაზრდა და გაიზარდე დიდი გოგო. ჯანმრთელი უნაკდი ეს ფუჩუ. შენი თვები მიყვარსო დედიკო, მეუბნება და მეძეობნები რომ დედიკო შენც ქერა გოგო იქნები, თქო და იქნება ქერა გოგო. მეც ასე ვიყავი, მაგრამ უყურეთ როგორ ვიღიავდება ესენი საწყისები. Κατακέλει. Მოდი დავაკვირდე. მეც ისე ვიყავი, თავიდან მუქი მქონდა. მე თანდათან იყო რომ მიღიავდებოდა. ეს ასე უნდა სუფერება უნდა. სენს თავს მერე ვინმე გამიბრაზებს კი არა დედიკო პირდაპირ ცხვირბელში ლეწე და ჩემთან წამოდი კარგი დედა ლავიო მამი აი იქ ვაჩვენოთ იქ ვაჩვენოთ ვიდეოში გააკეთე დედა
აი ასე. ასე. მოკეცი. აი ასე. გული რო გამოჩნდეს. დედა უყვარს თუ მამიკო? დედა. მამიკო თუ დედიკო? დედიკო. აბა მამიკო რო არის, მამიკო დედიკოს რატო გაიწარ? მამიკო. მამიკო გიყვარს? მეგონი დედიკო თუ. მე მგონი დედიკო? ორივე? ორივე. გიგადა გოდი. გიგადა გოდი, ჩემიჩკი. ხო დედი. ახლა მამა დედა გიგადა მათაცა გოდი მასიდის და გადაუღე. ხო დედა, გადაუღეო და გადაუღე, როდის გადაუღეთ რა დედა ვიდეო? კი, პოლის ტელეფონი გაქვს. ერთი ტელეფონი შემჩა დედიკო და ამასაც არ მაძლევთ რომ მინდა ის. როგორ რას ვაკეთებ არ ვიცი. სულზე ხელი არა და უყურე ეგრე ქაღალდის მოვაგლიჯა. მინდა ქაღალდი. ეს ლოდაოდა არეთი. უნდა დაიკავო და ჯიბში გაქვს. აბა ლექსი მოუყევი. ია. ხო. ია. მამაღლა. აიდაზე ზია. ჩამოვარდაია. გამაგაია. დოტირი ხალია. ახაჩკი ჰედია. მე ხალია და ჯვარი მიჩანია. ოიცა. აბა მზე პირსიბანს. მზე პირსიბანს. საპიზიბაც. მართლა? მართლა. იბანს. ივანს. ცაცრის. ჩაცრის. წვიმა. გვა? ჰა? გვახარებს. გვახალებს. ცისარტყელას ქვეშ გავძრებით. ცისასერას რას გავძლებით? მალე. გასის პატალებს. ო ეს ახსოვს მარტო. ჩემი ბეკეკა დედას. დედას ბეკეკა. აბა დაითვალე 1 2 3 10-მდე. ხო. გააკეთე. დაითვალე შენ. 1 ხო. 2 3 3 ხო. 5 4 5 და 5 მერე 6 7 ეს არის ეს 8 9 10 აბა ინგლისურად დაითვალე 1 2 1 2 3 4 5 6 7 8 9 7 9 9 10 10 ცხვირში ხელი ვაიმე რამდენი ისინი წავედი ციფასებო ბედნიერად მშვიდობიან პოზიტიურ ნაყოფიერს ხეს ისურებ კარგად